ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენი სისტემის თანამშრომლებო, მშობლებო, მოსწავლეებო, სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებო, ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მადლობა მინდა უთხრათ 2016 წელს. მე განსაკუთრებით გადავუხდიდი მადლობას იმისთვის, რომ მომეცა თქვენთან მუშაობის საშუალება და ჩემი სამშობლოსთვის სამსახურის გაწევის საშუალება ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში. თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, კრიტიკისთვის, მოსაზრებებისთვის, მიუხედავად იმისა, ემთხვეოდა თუ არა ეს მოსაზრებები ჩემსას, ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან ბევრი გავაკეთეთ ერთად 2016 წელს და ნამდვილად გამორჩეული წელი იყო ჩემთვისაც და მთელი განათლების სისტემისთვისაც. მომავალი წელი მინდა რომ მოგილოცოთ, ისურვოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, ბედნიერება, სიყვარული თქვენ ოჯახებში და რა თქმა უნდა განათლება მინდა. გისურვოთ და განათლება არ არის მხოლოდ სწავლა. ქართულში განათლება სინათლესთან არის კავშირში და მე მინდა თითოეულ ქართულ ოჯახს, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ მეტი სინათლე, სულიერი სინათლე, ცოდნის სინათლე, ურთიერთობების სინათლე, მშვიდობის სინათლე და ყველაფერი საუკეთესო. განსაკუთრებით მინდა ჩვენ მოსწავლეებს მიულოცოთ ამდენი ახალი წელი, კარგი არ დადეგები უსურვო, კარგად დაისვენეთ, კარგად მოიკრიბეთ ძალები, წინ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და მნიშვნელოვანი სიახლეები გელოდება, თუმცა ყველას ასიამოვნო. განსაკუთრებით მინდა პედაგოგებს მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ გმირობისთვის, რასაც ქვია პედაგოგობა. გულისხმობ როგორც სკოლის პედაგოგებს, ასევე მინდა საბავშვო ბაღის და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგებს გადავუხადო მადლობა, ტრენერებს, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს, პროფესორ მასწავლებლებს, რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანდებით გმირები და გმირობაა სამშობლოს სამსახური, გმირობაა მომავალი თაობის სამსახური და გირჩევთ, გისურვებთ, რომ ამ არაჩვეულებრივი საქმის უკეთ გაძღოლას, მეტბედნიერებას, ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მინდა ჩვენი ხანდაზმული და დამსახურებული პედაგოგები გამოვყო. მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი აღზრდისთვის, ჩვენი შვილების აღზრდისთვის და ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ. სტუდენტებს მინდა უსურვო კარგი დასვენება და ძალიან კარგი და საინტერესო სასწავლო წელი, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებსაც, ადმინისტრაციას, სამინისტროს თანამშრომლებს, ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს, რამდენიმე ათასიან გუნდს მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და მომავალი წელი არის განათლების წელი, ამაზე ყველა შეთანხმდა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, პრეზიდენტის ინიციატივა, საპარლამენტო მხარდაჭერა, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერა, მომავალი წელი არის ჩვენი წელი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ საქართველოს განათლების სისტემა გავხადოთ უფრო თანამედროვე, უფრო განვითარებული, უფრო მისადაგებული დროის მოთხოვნებთან და ბოლოს მეცნიერებს მინდა მივმართო და მიულოცო ახალი წელი, უსურვო წარმატება, ახალი აღმოჩენები, საინტერესო კვლევა, დაგპირდეთ მეტ დაფასებას, ხელშეწყობას, უკეთეს დაფინანსებას შემდეგი წლების განმავლობაში და თქვენს იმედად არის ჩვენი სამშობლოს ეკონომიკაც, ჩვენი საზოგადოება მთლიანად და ჩვენი განათლების სისტემა, რა თქმა უნდა. გილოცავთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი წელი მოდის ჩვენი განათლების სისტემისთვის. დიდი მადლობა.